ეს უფრო დედმაუსია. ყველგან ჩანვარ? ესე. ცოტა აქ რა. იოუ. ერთი წუთი ძალიან ისე ვარ. აი და მოუწესრიგე. ეს ნამეთენ გაწიხვა. ეს ნე კამერა. აი ერთი ორი პოდკასტებში არ მიყვარს დამშვიდობება და მისალმა. აი არ vicი რატო. ანუ ვისაც რა ის ზოგადად რო ვუყურებ ხოლმე არაბუნებრივია რაღაცნაირად, მაგრამ მაინც მოგვიწევს ხო? ოფიციალურად მოგესალმებით. ოფიციალურად მოგესალმებით. შინაურულად ხო? კი არ გვიყვარს მისალმება, მაგრამ მოგესალმებით. მადლობა ვინც გვიყურებთ, ვისაც გაინტერესებთ შემდეგი ეპიზოდები, ვინც ელოდებით შემდეგ ეპიზოდებს და ჩვენც ამისთვის დროს და ენერგიას არ ვიშურებთ, რა თქმა უნდა ძალიან შეზღუდული გვაქვს ორივე, მაგრამ მობილიზებას ვახდენთ ხოლმე და ვცდილობთ რომ ახალი რაღაცები დავგეგმოთ, ახალი ადამიანებთან შეგახვედროთ, ვისაუბროთ და ფიქრობთ რომ ახლა ისეთი სტუმარი დაგახვედრეთ, რომელიც ძალიან საინტერესოდ გაშლის თემას, რომელსაც ქვია ამბის თხრობა. კი ბატონო, ამბის თხრობა და ჩვენი სტუმარი არის ბესო სოლომონაშვილი. სცენარისტი, დრამატურგი, რეჟისორი, არ ვიცი, ბევრი რამე ვიცი მე, მაგრამ ჯობია რომ თქვენ უფრო კარგად იტყვით ყველაფერს. რამე რომ არ გამომრჩეს. ხა, ეს როგორ უნდა მოგესალმებით. მოგესალმებით. კი არ გიყვართ, მაგრამ მაინც კი მოგესალმებით. ბატონო. პროფესიით ვარ კინორეჟისორი. ხატრული კინოს რეჟისორი. კი ბატონო. ხო და ისე კინოსცენარისტი და ამბობენ რომ მწერალიც ვარ. კი ბატონო. და გამოსდის. ვიღაცები აფასებენ. ამბობენ რომ გამოსდის. ხო და დარჩეს აი ამ შეტრიალებ რა ამბის თხრობის კანონზომიერებებში რა და და ერთით გამოგრჩათ. Wait a minute. ლექტორიც რო ხართ ეგეც. ამების ლექტორი. კი ბატონო. ამების გამავრცელებელი. ამების გამავრცელებელი. კი ბატონო. ამბის თხრობის გამავრცელებელი საზოგადოება. მე კი ვიცოდი ეხა ბატონი ბესო ჩემი ლექტორიც იყო და მე კი ვიცოდი ეხა ეს ყველაფერი, მაგრამ რისერჩი მაინც გავაკეთე და პირველია რა მოგდა თუ გადაგისერჩავთ თქვენი თავი? რეგალია? ამ ბოლო დროს ალბათ ამოაგდებდა რაღაცა პოლიტიკურ რაღაცა მაგრამ. არა, ორი ის იყო რა, მთავარი და ეს ეწერა რა, პირველში რო იყავით, არ მახსოვს ზუსტად რომელი საიტზე და რაღაცა და ინჟინერი და მეორე იყო რომ ინჟინერი და რაღაცა. ხო, რაღაცა. საინტერესოდ მიეწყო რა. ეს ინჟინერი ესეთი უცნაური ეს არის. მე მომივიდა ძალიან საინტერესო ისტორია რა. ეხლა უბრალოდ მაგაზე ვწერ. ხო. ესეთი ამბავი ამბისა ესე ქვია რა. ჩემ პერიოდში, მის დროს კომუნისტების პერიოდში. ჩემი ოჯახი სოციალურად ესეთი არ იყო რა, ძლიერი და სვეტსკი არ იყო. ხო და მე კარგად ხატავდი რა, აი ბავშვებიდან კარგად ხატავდი და აკადემიაში არც ვერც კი გავბედავდი რომ ჩამებარებინა, იმიტომ რომ აი კორუფცია იყო, ძალიან დიდი ფული ჯდებოდა, ფერწერა ამბავი რაღაცა. მე იქვე ვიფიქრე რომ კინომხატვრობაზე ხوار ჩამებარებინა მეთქი. და იქა ძალიან ძლიერი ჯდებოდა. მე გადავწყვიტე რომ ეს შედარებით ნაკლებად პრესტიჟული ყოფილიყო აკადემიაში. ეს ხო არქიტექტურა. არქიტექტურას რა. იმიტომ რომ მათემატიკას კარგად ვიცოდი, ხაზავდი კიდეც რაღაცები და მეთქი არქიტექტურა. ისიც ძალიან ძვირი ხირდა აკადემიაში და ბოლოს გადავწყვიტე მაგრამ გპ-ში ჩამევარებინა არქიტექტურაზე. ნუ ესე იგი არა პრესტიჟულებში შედარებით პრესტიჟული იყო იმას რა და ჩავაბარე. სიები იყო, მაშინ სიები გამოკრულია სიები და 24 ვარ, 25 კაცი უნდა აეყვანათ. 24 ვარ. და გადის ერთი კვირა და სახში ვირეკავი, ზოგადად სახლის ტელეფონები რო ვირეკავი და დედაჩემს ეუბნებია რომ იცი თუ რა მოხდაო რომ რაღაცაო გაურკვევლობა არისო და თქვენი შვილო გარეთ დარჩაო. რომ მივედით, აღმოჩნდა რომ სპორტული სიები ჩარიცხეს 23, 24 და 25 და ჩვენ დავჭით გარეთ. მე ისე მოხდა რომ იქვე პოლიტექნიკურში იყო მეორადი ფაკულტეტი კინო დოკუმენტალისტიკა რაც და იქ იმას გინდა აი ესე აღმოჩნდი პოლიტექნიკურ ინსტიტუტში გპ-ში ვისწავლე 5 წელი მეტალურგიულში. მეტალურგიულ ფაკულტეტი ის ჯარიდან იხსნიდა თან რა და თან ყველაზე მაღალი ქულები პირდაპირ დაგხვეს რა მეტალურგიულზე და იმიტომ წერე ინჟინერი. სხვადასხვა მაგ რაღაცა თურმე რაღაცა იმაში მონაწილეობა მიღებული რაღაცა კვლევაში და სამეცნიერო ხარისხი მაქვს. თურმე. პოეზია არა, საერთოდ რა. რა მაგარია. რაც კარგად ხაზავდი რა. ამ კარგად ხაზვამ ადვილად ამამთავრებინა ეს ინსტიტუტი. კათედრაზე დამტოვე, ჩემი მეგობრის მამა იყო კათედრის გამგე და ძაარვაო მივიდა გლში დავანებე თავი და წავედი მთათუშეთში მასწავლებლად და იქიდან რო ჩამოვედი უცნაური ამბავი მოხდა რა, რო ჩამოვედი იქიდან ამ ჩემ მეგობრებთან მივედი გპ-ში და აი რატომ და აიღო
გპ-ის რაღაცა უკანა ეზოში რომ მიდიხარ, რატო უნდა იყო ძირს დაგდებული გაზეთი კომუნისტი? აი რატო უნდა იყო დახეული? თუ არ არის ბედის წერა, ხო? ავიღე და წერი არა რომ მიღება რეჟისურას. აჰა. სანამ ძირითად თემაზე გადავალთ, მინდა რომ ესეთი რაღაც კითხვა და პირველი ჩვენი ესეთ თქვათ თიზერი იყო, რა არის საერთოდ კინო და რა არის ჩემთვის თიკოსთვის რა არის და ვილაპარაკეთ, განვიხილეთ, ბევრი ვერსია გქონდა. ჯერ თქვენც გითხარით, თქვენთვის რა არის კინო, ვინაიდან ჩვენი პოდკასტი არის კინოზე და ძირითადი თემა ამის გარშემო ვტრიალებთ. მე უკვე გადავიდეთ იმ საინტერესო ამბავზე, რაც თქვენი ძირითადი პროფესია. როდესაც რაღაცა გაქვს ამბიცია, რომ ვიღაცას რაღაცა მოუყვე, ხო? რაღაცა ფორმებს ეძებ რა, ან წერ, ან კინოს იღებ რა. ჩემთვის კინო არის იმ ამბების გადმოცემის საშუალება, რომელიც მე რაღაცა მახსოვს, რაღაცა რეფლექსიები მაქვს, რაღაცა განცდები მაქვს, ემოციები მაქვს, ეს არის ჩემთვის კინო. და კინოენა მიყვარს, ну თავისთავად რა, ვიზუალურად მოძრავი გამოსახულება, რომელიც ყვება ისტორიას და კინოს ხო ძალიან არ უყვარს სიყალბე და რაღაცა თეატრალურობა. და აი ეს არის ჩემთვის კინო, მე ვერ გეტყვით ესე რომ აი კინო რა არის ჩემთვის კინო არის ცხოვრება, შვილი თუ რაღაცებს რო იცი. არა, ჩემთვის არის იმ ამბების გადმოცემის საშუალება, რაც არის ადამიანები, რომლებიც ესთეტიური კუთხით უყურებენ მხოლოდ კინოს, აი მაგალითად მყავს მეგობრები, რომლებიც აი შინაარსობრივად მათთვის გადამწყვეტი არ არის რა არის, ბევრი რეჟისორიც არის ესეთი რაღაცა ვიზუალური არტი და შემოქმედება, მხოლოდ ამისთვის უყურებს კინოს, ანუ არიან ადამიანები. არიან რომელსაც შინაარსობრივად, ხო, ან თქვენი ფილმები მაყურებლობიდანაც გამოინტერესებს და შენთვის რა არის? ხო, მე კინოს ვერ უყურებ, აი როგორც აი ხა ცუდი რაღაცა ვთქვა, როგორც არტს და პერფორმანს რაღაცა. მე კინო არის როგორც ლიტერატურა, როგორც კინო, ეს არის საბაზისო ხელოვნებებია, ხო? როდესაც ადამიანები თავის თავს გამოხატავენ, ხო? და კომუნიკაციას აწყობენ სხვა ადამიანებთან. ეს არ არის, რომ აი მე შემქმნელი ვარ და ის ვიღაც მაყურებელი, არა. ეს არის ჩემთვის არის კომუნიკაცია რა, იმიტომ არ არსებობს, ხო? იმას რომ ამბობენ რა, რომ აი მე 7 ადამიანისთვის ვიღებ კინოს, არ მჯერა, რომ რეჟისორი 7 ადამიანისთვის აი შეგნებული, ან იგონებს ამას, რომ აი 7 ადამიანისთვის ჩემთვის ეგრეა ყოველ შემთხვევაში. ეხლა რაღაცას რო იღებ და ამბიცია რო გაქვს, რომ ვიღაცას რაღაცა მოუყვე, ხო? გაქვს ამბიცია რომ მილიონმა უყუროს, მაგრამ შეიძლება ისეთ კინოს იღებ, რომ ამას ცოტა მაყურებელი ყავ, ჯარმუს არ უყურებს. სერჯო ლეონეს უყურებს ბევრად მეტი და მასიურ ჯარმუს არ უყურებს ამდენი ადამიანი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჯარმუში კინო არ არის და სერჯო ლეონი არის. იმის მაყურებელი ისეთია და ამის მაყურებელი ესეთია. სულ სხვადასხვა. კი ბატონო. კი, ძალიან ამომწურა. ფასუხი იყო რა არის კინო თქვენ. ხო, კი, კაი, გადავიდეთ მაშინ თავარ თემაზე. ხო, რა არის დრამატურგია, რაზე ვლაპარაკობთ და ამბის თხრობა ალბათ, ხო? აი, დრამატურგიას ვეძახით, ხო? ხო, დრამატურგია ესე ქვია, ხო? კი, დღეს უკვე რაღაც storytelling-ში გადავიდეთ და ამბის თხრობაში, ხო? აი, ზოგადად მარტივად ავხსნათ რა არის დრამატურგია და რისთვის არის კინოში საჭირო რა? რა როლს ასრულებს? მოდით ეგეთი გავაკეთოთ რა, ვაიმე, აღარ მახსოვს რა. ან ფელინიმ თქვა, ან გოდარმა თქვა, აღარ მახსოვს. რო კითხეს რომ რა არის საჭირო იმის რომ კარგი ფილმი გადაიღო, უპასუხო რომ არის 3 რამე საჭირო. პირველი, კარგი სცენარი, მეორე, კარგი სცენარი და მესამე, კარგი სცენარი. ხა რატო არის, რატო ვფიქრობ და რატო ვეთანხმები რომ მე რა უფლება მაგ ხარ ვეთანხმები ფელინის თუ გოდარს. მაგრამ დრამატურგია ხო თავისთავად ბერძნებისგან მოდის და ისინი ყვებოდნენ ისტორიას საზოგადოების. ოღონდ ბერძნულ მითებზე დამყარებულს, ხო? ოღონდ საზოგადოების ისტორია იყო, ურთიერთობების ისტორიები იყო, ხო, ყველა ეს ისტორია არის ადამიანური ურთიერთობების ისტორია. აი მაგალითად მარტივად გავაკეთე ლექციებზეც მითქვი ესე ვიწყებ ხოლმე ლექციებს სულ რომ მაგალითად როდესაც შენ გინდა შენს მეგობარს მოუყვი ამბავი, ხო? თუ შენ ესე იწყებ ამბავს და ან ძალიან წელავ, ან გაურკვევლად უყვები ამბავს, ხო, აი ვერ უყვები ვერაფერს იცაც, რა, იცი გოგო რა ხდება? აი ის რომ მოვიდა, იმან რომ წაიღო, მე დასაწყისში სხვადასხვა და მე ამოწმებდა დამავწა იმას და boring იმას აუცილებლად ეზარება მოსმენა რა და ვეღარ გილვება. ეს არის კულტურა, რომ ადამიანს მოუყვე რაღაცა ამბავი და არ მოაბეზრო თავი, არ დაღალო. და მე მგონი რომ ხანდახან ესეთი ის მგაგხომე რა, რომ ხანდახან მე მგონი რომ ეს კულტურა არის ქალების მოგონილი. და გეტყვით რატო? რო დაღალონ? არა, პირიქით.
კარგად რომ მოყვნენ. კარგად რომ მოყვნენ. აი წარმოიდგინეთ, ეხლა გამოქვა ბოქში. პირველ ყოფილი არა. თორე ის არგუმენტები მოდიოდა. არა. ჩვენ დავუგლეთ და ჰიჩკოკს ვთქვამთ, არა ვიცი თუ გინდათ მივაწერთ რომ ჰიჩკოკს უთქვამს. Thank you. ეს ჰიჩკოკს უთქვამს, ხო, ჰიჩკოკს. მივაწერთ რომ ჰიჩკოკს მით უმეტეს, ხო. ჰიჩკოკს უთქვამს, აღარ ისიც ხო არის მახსოვს. ბესო. ფილმი მზადა, დარჩა მხოლოდ გადაღება. ხო, ეგრეა. ცალსახად ეგრეა. საბჭოთა პერიოდმა ძალიან გარყვნა კინემატოგრაფი და გეტყვით რატო? ეს იყო უამრავი და დაუთვლელი ფული. რამდენიმე ძალიან ცნობილი ფილმი რამდენჯერმე გადაღებული. ხო? და ამიტომ აი როგორ მე მახსოვს ჩემი უფროსი თაობის ესეთი ჟარგონი რა. რუსულ ტერმინოლოგიაზე პლაშატკაზე მოვიფიქრებ. გადასაღებ უედაზე გადაწყვეტავს რა ფრისტაილი. იქ არ არსებობს ეგეთი რამე. ეხლა შეიძლება ლეო კარაქსი იმაზე ეწერა ხოლმე, ფურცელზე უწერია ხოლმე, მაგრამ ეს როცა ლეო კარაქსი გახდება ლეო კარაქსი, მაშინ შეუძლია, მაგრამ იქ არ არის დრო, რომ იცი და ეხლა ამას როგორ რა გადაწყვეტა. იქ იმდენად სხვა ტვირთები არის, როცა შე რეჟისორი ხარ და მართავ რაღაცებს, ხო და როცა ამბავს ყვები, რომ იქ ზუსტად უნდა გქონდეს, ჩემთვის ეგრეა, ზუსტად უნდა გქონდეს გათვლილი და აი ამ ზუსტად გათვლილ ამბებში პროდიუსერისიც ძალიან ადვილია, ხო, რომ წარმოებისთვის ამ კინოს გადაღება ხო პატარა ქარხანაა, ხო? და თუ ზუსტად არა გაქვს მოთხრობილი ამბავი, დამერწმუნეთ, ეს ზუსტად ვიცი, რომ ტარკოვსკიმ თქვა, მონტაჟი მაქსიმუმ 10%-ით გამოასწოროს ფილმი. არ არსებობს. ხო, ფილმი კი. ხო, არ არსებობს, რომ არა, ფილმზე ვამბობ. მოდი ჩვენ თუ ვილაპარაკოთ საბაზისო ხელოვნებაზე, კინოზე, ხო? თორე ეგრე ტელევიზიებში ესეთები მისწორებია და ესეთები მიჭრია და მაკედონ მოვდივართ და კლიპების გადაღება, ვიცით როგორ ხდება კლიპების დიდი გამოცდილება მქონდა. ერთ-ერთი პირველი კლიპმეიკერი ვიყავი რა, მუსიკალური მეების და რაღაცა რო არ გამოგდის რა და მე ჯამქაც რო აკეთო გადაღარე და აურა ეფექტურია რო იქ. კინოს არ უყარს ეგეთი რამე. კი, იმან. ტრიერმა კი მოიგონა იქ რა, რომ ეს დოგმა და ჭრიდა და პირდაპირ სიაბავდა, მაგრამ ის არ იყო ამიდან მოგონებული. თუ არ ვცდები, იმაში არის ტალღების გარღვევა ესე ქვია მგონი ფილმს ერთ-ერთი პირველი ფილმია ტრიერის, როდესაც ორი ემოცია არის პირდაპირ მიმული ერთმანეთზე ამ გმირი ქალის. იმხელა ემოციური მუხტი მოაქვს აი ამას. It's Jan. There's been an accident on the rig. სხვადასხვა კულეშოვსა აქვს ხო ეგ მონტაჟის ფორმა რა, რომ სამი კადრია, როგორცაც მიაბავ ისეთ ემოციას იღებ რა, როგორც თანამიმდევრული. ხო, ეს არის თხრობის კულტურა, დრამატურგია, ხო? სხვადასხვა ეგეთი ისტორია იყო, როდესაც მე ამ ჩვენი პროექტებიდან პირველი გასვლები იყო რა, საერთაშორისო ამ რა ქვია, ტრენინგებზე და ვორქშოპებზე და ასე შემდეგ. აი პირველი გავდიოდით რა, აი პოსტსაბჭოთა კავშირის მერე რა, არც ვიცოდით რა ხდებოდა რა. და სულ გვეუბნებოდნენ იქ რა, რომ აი როცა უნდა ერთ წუთი რო გაგმოცემული და უცებ ერთ წუთში რო უნდა მოყვე რა, რომ ჩემი ფილმი არის ამაზე. და სულ ბრაზდება აი როგორ შეიძლება რომ მოყვე ერთ წუთში რა, და ეს უფროსი თაობა კიდე უფრო გაბრაზებული იყო. და საბოლოო ჯამში აღმოვაჩინე, თუ შენ ორ წინადადებაში არ იცი რა გინდა უთხრა მაყურებელს, გამორიცხულია შენ შედეგი დადო. და რატო? რომ მთელი პროდუქტი, გმირები, ამბავი, ყველაფერი მიდის იმ ერთი სათქმელისკენ. შეიძლება ფანტასტიკური ეპიზოდი გქონდეს გადაღებული და იმ ერთ სათქმელს აღარ მოუხდეს და გადააგდო. აი მაგალითად როგორ ბანალურ რაღაცაზეა, იცი ფრაზაზე რა თქვა, ბოლო ეს არის რა, რომ მაგალითად სიყვარული მარადიულია. ან დასკვნა უნდა დავდოთ. ხო, აი რაც ზეამოცანა რა გინდა მაყურებელს. რა შედეგზე უნდა გაყვიდე? რა შედეგზე უნდა გაყვიდე? რა უნდა უთხრა მაყურებელი რომ ადგება დარბაზიდან და დაამთავრებს? დაგეთანხმა. ეს რაღაცა უნდა, აი ეს ემოცია უნდა გამოიწვიოს, ამარა არ ბიჭო მართლა მარადიული ყოფილა სიყვარული. ხო? ან მართლა არ არსებობს თურმე სიყვარული. ან პირიქით რა, რომ მშობლის და შვილის ურთიერთობა როგორი ემოციური
აი შვილი როგორი საყვარელია და როგორი უნდა გაუფრთხილო. არა უამრავი რა. ან დაუშვათ რომ ბავშვობის ტრავმები როგორ მოქმედებს შენს ცხოვრებაზე, ხო? რამდენი ბოროტია ამ ქვეყანაში. რამდენი ბოროტია? აი რამდენი ბოროტია ამ ქვეყანაზე. რამდენი ბოროტია ამ ქვეყანაზე. ანუ ეს თუ იცი. მე ყველაფერი არის, ნუ სათქმელი გავს. სათქმელი მე ყველაფერი არის უბრალოდ ტექნიკის. აი ეს ტექნიკაა ყველაზე რთული რა. ხო. ხო და წესები თუ არ იცი, ვერც დააღვევ, ხო, ანუ ეგ თემა. სხვა შორის ესე ხდება რა. ხო გინახიათ ორი ადამიანი ანეკდოტს რო. ანეკდოტი არის ფორმა ისტორიის. ხო გინახიათ რა ესეთი რა, რომ ერთი მოყვება ანეკდოტს, აი კოდების სიცილით. მეორე ყვება იგივე ანეკდოტს და არ გეცინებ. შეიძლება ზუსტად იგივე, მაგრამ აი ახლა აი მანდარი მნიშვნელოვანესი ამბავი ამ დრამატურგიისთვის იპოვო ის გამაღიზიანებელი წერტილები ამ ბავში, რაზეც მაყურებელი უჩქროლდება სისხლი, ხო? სხვა შორის ერთხელ ერთმა ამერიკელმა დრამატურგმა მითხრა რა, რომ ნახე რა, აი 90 ამერიკული პირველი სცენარი რომ ნახე რა, ამერიკული 90 გვერდი 90 წუთია. ხო, ერთი გვერდი ერთი წუთი როგორ არის? და მითხრა რომ ეგრეა. გაფრთხილებული, ხო? აი ესე შუაზე შლის და 45-დან 50 გვერდამდე ან 40-დან 50 გვერდამდე იქ კითხულობს რა ხდება. და ის ხვდება რომ აი ეს კულმინაცია იქ არის რაღაცით. ესეთი ქვია რა, დათესვა ქვია რა. ექსპოზიციაში თესავ პატარ-პატარა ამბებს, ექსპოზიციაში გმირებს თესავ და ესენი ყოველთვის შემოდიან მერე სადღაცა, შენ როგორ ცხოვრებაშია, ხო? ადამიანი, რომელიც საერთოდ წარმოდგენა არ აქვს დრამატურგის კანონებს და კარგად ყვება ანეკდოტს, იმას შეგრძნება აქვს დრამატურგის ამბის თხრობის. იმას აქვს შეგრძნება სად იმოქმედოს შენზე და რითი იმოქმედოს შენზე. ეს არის დრამატურგია, მეტი არაფერი არ არის. როგორ მოგაწოდოს საინტერესო ადამიანი. როგორ მოგაწოდოს საინტერესო ადამიანის სურვილები, რომელიც არა უხდა, ან უნდა რომ აიხდინოს. როგორც ყველა ადამიანს გვაქვს. ეიზენშტეინს აქვს ნათქვამი. ეს ზუსტად მახსოვს. ეიზენშტეინს აქვს ნათქვამი ეგეთი ამბავი რა, რომ მეო ვუმადლიო ბოდიში თქვენთან და ჩემს აი ამ შემოქმედად ვუმადლიო ჩემს ტრაქსო. ხო ცოტა ისეთი არის, მაგრამ რატო? იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანი მადლოს უფლებას ვიჯდე და ბევრი რამე დავჭრა და გადავყარო. ხო? ეს არის ის ამბავი, მაგალითად ბერძნული ტრაგედიები სცენაზე რომ მიდიოდა ზუსტად იმ ხელა დრო, რა დროშიც ეს ამბავი ვითარდებოდა, ხო? ხო, მართლა ისე ვითარდებოდა. მერე დაიწყო შემოვიდა ეს მონტაჟი, მე მონტაჟი შემოიტანეს. აი უშუალოდ დიდმა დრამატურგებმა, ხო, შექსპირებმა და შემდგომ და შემოიტანეს ეს მონტაჟის, რომ ის რაც არ არის საჭირო და მნიშვნელოვანი, იმას გვერდდება. იმ ამბისთვის რაც შენ გინდა ბოლოს უთხრა მაყურებელს. თუ რამე უშლის ხელს, პირდაპირ უნდა გადაყარო. და გეთახმები 100%. ამოსავალი წერტილი, ხო? ამბის თხრობის. აი რას ფიქრობ რა არის ამოსავალი წერტილი, ამის ჩვენ გაგვივლია ხოლმე. ხო. აი სიმართლე. ერთი. სიმართლეს თავისთავად რა. აი კონფლიქტი. ვიღაცას გონია რომ კონფლიქტი, მაგრამ ჩხუბი უნდა იყოს, ან რაღაცა. ხო, ნუ ეგრე გონია, იმიტომ რომ კონფლიქტი ეს არის, რომ მე რაღაცა მინდა და ამას ვერ ვიღებ. ხო რა. მაგალითად თუ გახსოვთ, ეს არის რა ქვია, კიშლევსკის ფილმი პატარა ამბავი, დიდ სიყვარულს, დიდი ამბავი პატარა სიყვარულზე არ მახსოვს, პატარა ბიჭის ისტორია, რომელიც ფანჯრებიდან უყურებს. ფანტასტიკური ფილმია. პატარა ბიჭი უყურებს მოპირდაპირე მხარეს ფანჯრებში მეძავის ისტორიას. იქ ცალკე კინო მიდის. როგორ მიდიან ადამიანები ამ მეძავთან და უყვარდება ეს მეძავი. ამოსავალი წერტილი რა არის? ამბიც უნდა სიყვარული და ვერ იღებს. ანუ რაც შენ გინდა და ვერ იღებ. ეს არის ერთ-ერთი მთავარი კონფლიქტი. ადამიანსო უყვარსო სისხლიო. კინოს ყურების დროს. რატო? იმიტომ რომ სისხლი არის ხო, ტარანტინო. არა, ტარანტინომ თქვა, ტარანტინომდე თქვა,
ეგ ველოდ აი აღარ მახსოვს ეგ და კუროსავამ ხო არ თქვა? ეგ დაგუგლესობ. კუროსავამ ხო არ თქვა? არა კუროსავას არ ვთქვა. ეგ მახსოვს კუროსავა მაგრამ ვინ თქვა? ახალი პოდკასტი გავაკეთეთ, ვინ თქვა? ვინ რუბრიკა ვინ თქვა? როგორ არის ხომ ძალიან არ მიყვარს მე ერთი ახლობელი მყავდა მეგობარი რომელსაც ტელეფონში აი ახალი უბრალოდ ტელეფონი რო გქონდა რაღაცა ჩამოწვილი ქონდა ცნობილი ადამიანის ფრაზა გამონათქვა ამბანის მიხედვით ძალიან კოლონური ამბები იყო ხომ რა და კარგი არის ამების გამოყენება ხომ რაღაცა იმიტომ რომ ამყარებს შენ ნათქვამს მაგრამ აუცილებელი ავტორიც დავიბახსორი ვინ რას ამბობს მაგარ რაღაცას გეტყვი პაულო კოელიო და ყველაფერს უხდება ნებისმიერ ამას დააჭდო ეცი ამან თქვა ხო და უკვე შენს მართალი ხარ უკვე მართალი ხდები რა ეგ სამყარო აგზელებს მოძრაობას დაიგივებული ხარ სისხლი რა არის ხო სისხლი არის კონფლიქტის შედეგი ჰოლივუდის კინოებში ალბათ ეხლა ნაკლებია ისეთი ჰოლივუდის კინო ვინც რაც გვიყვარს ხო ჩვეულებრივი ჰოლივუდის კინო ჩემთვის არის აი ტრივიალურ ბოევიკებზე და მე ზე ვამბობ რა სასიყვარულო ფილმებზე და ასე შემდეგ რომ ეს არის კინო არ არის ჩემთვის არ არის კინო აი როგორც კინო ხელოვნება ეს არის ამბის თხრობა მოძრავი კადრებით იყიდება ფაქტია ხო რა თქმა უნდა და ფართო მასაზე იყიდება ძალიან კარგია თუმცა ზუსტად აქვს ფორმულა აღებული დრამატურგის სინდერელა სტორი აი ზუსტად აქვს ფორმულა აღებული სად არის ექსპოზიცია სად უნდა და რომელ წუთზე უნდა იყიდება ალბათ ხო რა თქმა უნდა იმიტომ რომ წარმოიდგინეთ რომ რიგითი მაყურებელი ჩვეულებრივი ობივაწელი რომელიც ძალიან კარგი ადამიანია მიდის მუშაობს სადღაცა ქარხანაში ან რაღაცა ოფისში რაღაცა მოვიდა სახლში და ცოტა უნდა დაისვენოს იმან უნდა ტრიერი იმას ჩართო უყურებს უცებ ტრიერს No, God, please, no! მელანქოლია გადაგიჟდა კი იმიტომ რომ კი საინტერესო ისტორია გასაგები ისტორია მაგრამ გაგიჟდა მისი არ არის უყურებს ჯიმ ჯარმუს როგორ ქვია იმას ყავა და სიგარეტი და Coffee is good for healthy, yeah. For sleep, I like to drink before I go to sleep. Drink a lot of coffee before I go to არც sleep. კი იცის ვინ არიან ჩვენში Dream, like when I put a camera on the ლაპარაკობენ და არც კი იცის ვინ არის აი ამას როგორ უნდა უყუროს ხო ვერ იგებს ვერ გაიგებს წარმოდგენა არა აქვს რა ამბავს ვერ მიყვება ვერაფერს ვერ მიყვება და ავტომატურად გადართავს ხო ის არის აბსოლუტურ დრამატურგიის ფორმულაზე აწყობილი აი ეს ამერიკული ფილმები რა ძალიან ჭკვიანურად ძალიან კარგად გაკეთებული და სხვათა შორის ის 90 წუთი საიდან არის მოგონილი კი არ არის ჰაერიდან ხო 90 წუთი ეს არის საათნახევარი დრო ორი რამე როცა ადამიანის ფსიქიკა უძლებს ამბის მას რა ქვია გაანალიზებას და არიღლება და მეორე სეანსები იმდენი ეტევა დღის განმავლობაში საათნახევრიანი ფილმის რომ ფულის იგებს ორი რამე დაემთხვა რა ერთმანეთს რა რომ საათნახევარი არის დრო ის როდესაც შენ ასწრებ 8 სეანს ხო და ეს 8 სეანსი იმ ერთი ფილმიდან ნუ მეტნაკლებად ესეთი ფილმიდან გაძლევს მოგებას გაყიდული ბილეთი და მაგალითად მე მომიყვნენ ინდოეთში რა ხდება არის 3 სტადიონის ხელა კინოდარბაზები მსახიობი რომელიც თამაშობს დადებით გმირს იმას არასოდეს არ შეუძლია უარყოფითი გმირის თამაში. ო, რა საინტერესოა. იმიტომ რომ მაყურებელი ეს მიჩვეულია გმირს, რომელსაც იდენტიფიცირებას უკეთებს საკუთარ თავთან და ეს არის დრამატურგიის ხოლმე გოდარმა. გოდარ ვერ იღებს ის. გოდარმა ეს დაანგრია ალენ დელონთან რა. ერთ-ერთ ფილმში როცა ალენ დელონი გახადა კაცი, რომელიც არც ქალებს მოწონთ, ვერც თვითონ ვერ ახერხებს. აი ალენ დელონის შექმნილი იმიჯი, ხო? წარმოგიდგენთ როგორ არის რა რომ თურმე ეს დიდი კინო ისინი რა ქვია მეწარმე ესე დავარქოთ ხო შეკრული არის დიდ ქარხნებთან და იქ ისე ქონიათ აწყობილი საქმე რა რომ აი ამ ტიპმა იცის რა რომ კვირაში ერთხელ შეუძლია გავიდეს და ნახოს კინო ქარხნის მუშა და ეს არის მისთვის გამოსავალი დასვენება და აი თითქმის იმ დონეზეაო აწყობილიო რა რომ აი 4 შაბათს ამ ქარხნიდან მოდიან ხალხი 5 შაბათს იმ ქარხნიდან მოდიან $1 იხდის კინოში შედის და უყურებს და ახლა იმას უნდა იქ რომ შენ ჯარმუში აჩვენო
ხო, ხო არ უნდა. და აკირა კუროსავას ისა რა ქვია, რასიომონი აჩვენა, რომელსაც ხუთი ამბავი, ერთი და იგივე ხუთ ამბავნაირად მოგვიდა, ამან ფიქრობს, რომელი რა არის. ხო? კი ბატონო. ის სისხლი, რასაც ვამბობთ, ეს კონფლიქტი. ეს არის ის ამოსავალი წერტილი, რომელსაც თავარი გმირი იბრძვის, რომ მიაღწიოს. ბარიერები აქვს უწინ. აი ხო გინახიათ სპორტული ის რო არის რა. რა ქვია, სირბილი ბარიერებით. ხო, რომ სტარტია და აი დაახლოებით ესე რომ წარმოიდგინოთ, ხო? ესე რომ წარმოიდგინოთ, რომ ამან ყველა გმირმა უნდა გადალახოს და მაყურებელი გულშემატკივრობს ამას. რომ გადალახავს თუ არ გადალახავს, გადალახავს თუ არ გადალახავს. ემპათია უჩნდება მაყურებელი. გულშემატკივრობს და თუ მაყურებელი არ გულშემატკივრობს გმირს, იგი დამთავრებული ამ ფილმის ამბავი და ამ ისტორიის ამბავი. ხო. მე რაღაცნაირად უნდა უგულშემატკივრო. შეიძლება ეს იყოს რთულად მოსაყოლ და ჩვენ მაღალ ინტელექტუალური მაყურებელი სხვანაირ ისტორიას უყურებ და სხვანაირად ვიგებ, მაგრამ ყველა ისტორიაში მაინც ეს არის, რომ მაყურებელმა უნდა უგულშემატკივროს გმირს. ისე ამერიკული კინოსის ხო არის რა, ესეთი 4 გმირი ყავს ამერიკულ კინოს, ხო? თავარი გმირი შეყვარებული მეგობარი და ეს არის მოწინააღმდეგე, ხო? ანუ ეხლა ეს 4 შეიძლება სულაც არ იყოს ადამიანი. კი ბატონო. ხო? შეიძლება იყოს შეყვარებული, იყოს მიზანი, რომელიც უნდა მიაღწიოს. მოწინააღმდეგე, რომელიც შეყვარებულს ართმევს, არის შეიძლება გარემოებები და ისტორია, კატაკლიზმები და მეგობარი. სრულიად შესაძლებელია აღმოჩნდეს ადამიანი კი არა, აი აბსოლუტურად რაღაცა მოვლენა, ხო? გაზეთი. აი, გაზეთი. სხვადასხვა ფანტასტიკური არის ორსონ უილსის, აი ეს ძალიან ცნობილი მოქალაქე კეინი, რა თქმა უნდა, სხვადასხვა რა ფილმებია. ის ამბავი, როგორც აქ დაწყებული იმას ორსონ უილსის ფილმი. ციგაზე რო აწერია. ხო, Rosebud. ეს ამბავი, აი, სადღაც ქვემოთ ჩადებულია, დათესილია ყველაფერი. და აი ამ Rosebud-ში არის რა ჩადებული ის ბავშვობის ტრავმა. ის საფუძველზეც როგორ არის ხომ ეს ჩვენ ბავშვობიდან მოვდივართ, ხო? მართლაც ეგრეა, ხო? და ამბისტრობა რა არის? ძალიან კაი კინო. ჩვენი ამბისტრობა რა არის? ექსპოზიცია არის ჩვენი ბავშვობა. ის რაც ჩვენში დაითესა ბავშვობაში, ხო? და აქედან გამომდინარე ეს ვითარდება. ერთ-ერთ ლექციაზე გოგი გვახარია თქვა, რომ ქართულ კინოს რაც აკლია ისტორია. ანუ პირდაპირ გაგებით ისტორია და არა ამბისტრობა. რა ხდება ეპოქა აკლია. ხო, ნამდვილი ამბები. რა ხდება ეს არის აბსოლუტურად გასაგები, რატო აკლია ეპოქა, რომ ეპოქაზე რომ თანამედროვე იმ პერიოდზე რეჟისორებს დაეწყოთ მოყოლა, უნდა დაეწყოთ 1921 წლიდან ბოლშევიკები როგორ შემოვლეკოს და გადავხედე უცებ. იშვიათად აი ნორაც არსებობს ეგრევე. ყველა ერიდებოდა. მე აღმოვაჩინე, რომ ჩემი ამბავი ძველი დახრეტილების და ერთ-ერთი პირველი და ერთ-ერთი რეალურად იმ იშვიათ რომანებში იყო, რომლებშიც პირდაპირ მაგ ნახსენები სტალინი, ბერია, ბოლშევიკები, როგორ ყველა წერდა, ყველა დიდი არავის არ ვედრები, ყველა დიდი მწერალი წერდა, მაგრამ არავინ არ წერდა პირდაპირ. გურამ დოჩანაშვილმა სიტყვების შეცვლა დაიწყო. ანუ სტილს იგონებდნენ, რომ რამენაერად მოეყოლა. არ ვიცი, მე ხლა ძალიან არ მინდა შევიდე და არავინ არ გაიგოს ისე რა, რომ მე რაღაცა მათ სტილზე რაღაცას იმაშვი, მაგრამ ყველანი იძულებული იყვნენ, რომ რაღაც მოეგონებინათ. სტილი მოეგონებინათ, რაღაცა ფორმა მოეგონებინათ, რომ სიმართლე მოეყოლათ, ხო? ეს არის ის ეპოქა, რომელიც აი მაგალითად ბერტოლუჩის ეს არის რა ქვია, კონფორმისტი. აი და ბერტოლუჩის ყველა ფილმი, ხო? ფილმი რევოლუციამდე, რა ქვია იმას კაცო. ვაიმე, დენირო და ის. დავგუგლოთ. ბერტოლუჩის ფილმები დაგუგლე, ფანტასტიკური ფილმია ძალიან. სულ ყველა ფილმში
ბერტოლუჩისთან არის. რევოლუციის წინზე ალბათ? არა, ჩამოყევი მე სათაურებს. ნავთობის გრაფიკის პარტნიორი სიყვარულიდან მისხანება კონფორმისტი ობობა სტრატეგია უკანასკნელი ტანგო მე საუკუნე მთვარის ესაკაც ტრაგედია უკანასკნელი იმპერატორი ფისა ბურველში პატარა ბუდა იმფასილომეზე მე-20 საუკუნე 1900 საგდებს მარტო ესე ქვია 1900? ხო ეს არის აი ხო აქ 1900 ქვია კი მე-20 საუკუნე აი Wait till I become the master because I'll be twice as hard on you. And I'm not there. I'll kill you. They're all alike. Those peasants. ყველაფერი არის ამაზე აწყობილი ეპოქაზე ეპოქა როგორ ქმნის ადამიანებს თუ გახსოვთ თქვენ თამაზ მელიავას ფილმი ლონდრე კი მგელი უნდა იყო. მგელი და მგელზეც უფრო მგელი. ხუთი ფილმი რომ მკითხოთ ქართული ფილმები ხო ერთ-ერთი პირველი ფილმი არის ლონდრე ჩემთვის იმიტომ რომ იქ არის ეპოქა ხო ეს არის საქართველოს ისტორია 1918 წელია პირდაპირ იქაც ვერ ამბობს მაგრამ არის გარკვეული არეულობა ეს ჯარი მიდის ჯარი მოდის ეს მინიშნებებით არის მაგრამ იქ იქმნება ეს ეპოქა ქმნის ამ ამბავს ეს ჯარი რო გადის წავიდა ჯარი მოვიდა ჯარი წავიდა რაღაც ხო ერთ-ერთი საუკეთესო ფილმია ჩემთვის ლონდრე იმ და სცენარის ავტორი თუ იცით ვინ არის ოთარ ჭილაძე ოთარ ჭილაძე ესე ჩემი ძმა ირაკლი იყო თამაშ ჭილაძის ჯგუფში დრამატურგიის ჯგუფში და ოთარ ჭილაძემ მქონდა ხოლმე შეხვედრები ხოლმე რა და ხო მეცოდა ირაკლი მუთხრა რა რომ მე უცოტა უფრო იქ თეატრის დრამატურგიას სწავლობდნენ და მე უცოტა უფრო კინოსკენ ვიხრებიო რა და ხო ოთარ ჭილაძემ თქვა მეცო მაქო რაღაცა კინოში გამოცდილება და ჩვენ ვსა და ხო ლონდრეო ჩემი ამ ხო ესეთი ამბავია რა ძა ხო და ეს ეპოქა ქმნის ადამიანების სამყაროს იმ გარემოს სადაც ჩვენ ვიზრდებით სადაც ჩვენი კონფლიქტები ყალიბდება სადაც ჩვენი ტრამვები ყალიბდება სადაც ჩვენ ვითარდებით და მერე ჩვენ გვიჩნდება ამაზე ამის მოყოლის ამბავი ჩვენ მაყურებლისგან ჩვენი გმირისთვის ვეძებთ მაგას რომ უგულშემატკივროს აი ამ ეპოქაში გადარჩეს იმ კონფლიქტში გაიმარჯვოს და აი ამ პროცესში თუ არის ეგეთი შემთხვევა რომ ადამიანის სოფლ მხედველობა შეიცვალოს ან ჩვევები შეეცვალოს ან რაღაც მაყურებელს ანუ ამბავს შეუძლია თუ არა რომ ადამიანი შეცვალოს არის არსებობდა კინო არის არსებობდა ლიტერატურა თუ ეს არ ცვლის არაფერს ადამიანში აუცილებლად რას ქმნის იცით შეიძლება ესე პირდაპირ კი არ შეცვალოს რასაკეთებს იცი რომ მის ტრინში უკვე დაშვებაა რომ შეიძლება ესეთი რამე მოხდეს ვახ ის ადამიანი რომელიც მე იქ დავინახე და ესე მოიქცა ის ამბავი კი ის ამბავი ესე ხო შეიძლება მოხდეს ჩემ ცხოვრებაში იმიტომ რომ ადამიანს ამის მოთხოვნილება აქვს ჩვენ ხო ამბობთ რა რომ რა არის თხრობა რა არის დრამატურგია თხრობის უნარი ადამიანს აქვს მოთხოვნილება მოყვეს ისტორია გაზიაროს და მოისმინოს ისტორია. აი წარმოიდგენ, თავიდან დავიწყეს გამოქვაბულში ადამიანი, მე რაღაც გამიწყდა აზრი. წარმოიდგენ ქალებ ის რო მე მინდოდა კი ხო ქალებმა მეკი რატო. აი წარმოიდგინეთ ეხლა შენ გამოქვაბულში პირველ ყოფილი ზეზვა და მზია და აი ესე გავარდნენ კაცებმა რომელიც ფიზიკურად ძლიერები არიან და რა თქმა უნდა ესეთი მასკულანური სამყარო არის და ეს არის, გავარდნენ მოინადირეს რაღაცა მამონტი თუ რაღაცა შემოიტანეს დაჭრეს და რაღაცები მთელი ეს გამოქვაბული გამოიკვება და დაღლილი მამაკაცები მიეგდნენ და სექსის დროც კი აღარ ქონდათ აი ისე დაიღალნენ ამი და მიეგდნენ და მეორე დღეს კი შეიძლება უკვე მონადირებულიყო ბევრი ხორცი რო მაგრამ იმ დღეს აღარ აქვს და აი გამოქვაბულში შუაში ორი ქალი დაჭდა და ერთი მეორეს უყვება იმის მაქმარმა უკეთესად ინადირა თუ ამის მაქმარმა უკეთესად ინადირა ანუ მე მგონია რომ რეალურად პირველადი ადამიანური მოთხოვნილებების მერე ეს არის ჭამა და სიცოცხლის დაცვა და თავზე სახურავი ამის მერე ადამიანის პირველადი მოთხოვნილება არის მოყვეს ამბავი და ისტორია პირველ გამოქვაბულში ესპანეთში რომელიც აღმოაჩინეს რა ქვია იმ გამოქვაბულს
აგუგლე. ეს არის იმ გამოქვაბულში, წარმოგიდგენიათ რომ ვიღაცა ადამიანი ადგა და გამოქვაბულში კინო დახატა. ის ხო კინოა რეალურად. ვიზუალურად არის ნადირობის სცენები, ადამიანები როგორ ნადირობენ და მე მგონია რომ ქალმა დახატა ის. იმიტომ რომ ქმარმა ინადირა და დაიძინა. დაიძინა, დაეგდო. და შეიძლება რაღაცა თავის პარტნიორ ქალთან რაღაცა ქონდა სასიყვარულო ისტორია და კიდევ უფრო დაიძინა. და ეს ქალი დარჩა ძალიან რომანტიკულ მდგომარეობაში და ადგა და ეს ყველაფერი მოყვა როგორი გმირი ქმარი. ხალი შეკეთებს როგორც თიკაის. ამას რო ნახავთ, ხო? ამ გამოქვაბულის მას რა ქვია, ეს არის საოცარი. პიკასომ თქვა რომ ამაზე იქით აქ გაჩერდა ხელოვნება. ისეთი საოცარი არა. ოღონდ ის არის ამბისთრობა. ნადირობის იმ პერიოდის, ხო? ამბისთრობა. ანუ ადამიანის პირველადი მოთხოვნილება რომ დაიკმაყოფილებს ყველაფერი, რომ გადარჩება ცოცხალი, ადამიანად რო ქვია უკვე. როგორ არის პირველი როგორ იწყება? ჯერ იყო სიტყვაი, ხო? სიტყვა რა არის? სიტყვა არის, ეხლა ჩვენ ხო სიტყვებით ვურთიერთობთ და ვუყვებით ერთმანეთს სიტყვებით ამბებს. ანუ ადამიანს რო ადამიანი ქვია, ეს არის ამბისთრობა. ამბისთრობის უნარი. ხო? რომ მე შემიძლია შენ მოგიყვეთ ჩემი ისტორია. ხო? ცხოველებში ეს ხო ჩემი ძალიან დიდი პატივისცემა დედამიწის ყველა ცოცხალ არსებას და ფლორასაც და ფაუნასაც, მაგრამ რატომღაც ისე მოხდა, რომ ადამიანს მიეცა ეს უნარი. ერთი რაღაც კითხვა გამიშთა ახლა რომ გისმენდი. ой. ეს ხელოვნური ინტელექტი რომ გვიტევს თუ გვეხმარება, არ ვიცით ჯერ, მაგრამ ჩვენ გვერდით რომ ვითარდება და იზრდება და ჩვენზე დიდი როა უკვე. ეგ რა ცვლილებას შეიძლება გვიქადიდეს მომავალში ამბისთხრობის კუთხით? აი, მე მაგაზე ნაფიქრი მაქვს რა და პირველი ჩემი სტრესი იყო, როდესაც უცებ აი ესეთი ფოტოკამერები, ყველა შეეძლო გადაღება ტელეფონში, ალბათ გადაიღებ და აუ მეთქი ფასი დაკარგა ყველაფერმა. აი სად დაგვერ. ყველაფერმა დაკარგა ფასი, იმიტომ რომ ნებისმიერ შეუძლია აიღოს და გადაიღოს. და გარკვეული პერიოდის მერე კიდევ უფრო ძვირფასი გახდა ნიჭი. ხელოვნური ინტელექტის ამბავი არის ეგეთი რა, რომ რა თქმა უნდა, ბევრ რამეს შეცვლის, განსაკუთრებით ჩვენ პროფესიებში შეცვლის ბევრ რამეს რა, რომ როცა შენ შეგიძლია აკრიფო და უცებ ბორხესი დაგიწეროს. ხო? ახლა წარმოგიდგენიათ თქვენ რა, რომ როგორ გაძვირფასდება კიდევ უფრო ნამდვილი და გულწრფელი ნიჭი. აი საბჭოთა ცენზურაზე ვლაპარაკობდი, ხო? რეალურად მაშინაც ის ავტორები ერთგვარ გენერირებას აკეთებდნენ სხვადასხვა სტილების და ფორმების და ქმნიდნენ რაღაცას, რომ გაქცევდნენ ამ ცენზურას რა. აი მე მგონი რომ არც ისე ტრაგიკულად არ, რა თქმა უნდა შეცვლის ბევრ რამეს, მაგრამ არც ისე ტრაგიკულად არის საქმე. თავარია რომ ადამიანი ჩვენ ვიცით რომ ამ ყველაფერს ქმნის ადამიანი. ბოლოს გვინდა, გავიდეთ ბოლოსკენ ალბათ ხო? და რეკომენდაციები დაგვიტოვეთ იმ თემაზე, რა თემაზეც ვილაპარაკეთ ალბათ ხო? დრამატურგიაზე, თქვენი ხო ამბისტრობის რაღაცა კლასიკური ოსტატები. ვინ არიან შენი აზრით ისეთი ავტორები, ან მე მგონი პირდაპირ ფილმები ჯობია ყველაზე ნაბდი. აუცილებლად ჩაპლინი. ორსონ უელსი. ხუთსად უნდა გაცდები. ხო. და იცოდეთ ეგ. ჩაპლინი, ორსონ უელსი, გრიფიტი აუცილებლად. თანამედროვე იმაში კინოში ეს არის ჟაკ დატი, ეს არის გოდარი, ოტარიო სელიანი, იტალიური ნეორეალიზმი. ძალიან მიყვარს თეო ანგელოპულოსი. კაი, და სამი კონკრეტული ფილმი უნდა გითხრათ, ალბათ. ორსონ უელსის მოქალაქე კეინი. ანტონიონის ბლოუ-აპი. კუროსავას რაშიომონი. და ერთი უფლებაც მომეცი. კაი, ჯანდაბას. უყურეთ ყველა. ტრიერის ტალღების გარღვევა. კაი, და ერთი ქართული ხა. ქართული შემილია. ქართული შემილია. ნუ ოტარიო სელიანი შაშუმ გალობე. ან გიორგო ბისტრე.
მუხტარიოს. ან ერთი ან მეორე, კაი. ნუ ორივე ესეთი ამბის კოკოჩაშვილის დიდი მწარმოებელი. კი, ბატონო. გიორგი შენგელაის პიროსმა. ან ზოგიერთი ფილმი არის აი ეს რა, ანუ მუდმივად მუსირებს და ეგრეც უნდა იყოს, იმიტომ რომ მაგალითად, ეხლა უცებ გამახსენდა ფილმი ეჟი მენცელის მატარებელი დაკვირვების ქვეშ. საოცარი ფილმი. ჩეხი რეჟისორი, რომელიც კანი აქვს მგონი მოგებული, კისლევსკის ფილმები. თეო ანგელოპულოსის ეს არაფია პეიზაჟი ნიცხში. ციგავერტოვის ქალი კინოკამერა. მე რო პროგრამები კამერები რო აღარ და მე რო ფილმებს ვარახო. ძალიან საინტერესო იყო, როგორც საუბარი ისე. კი, კარგი იყო, გავერთეთ. ბოლოს უნდა დავამთავროთ მაგით რეკომენდაციით ალბათ ისე. ის რო არის სოფლიოში ყველაზე მოკლე ისტორია, მაგით ხوار დავამთავროთ. ბავშვის ფეხსაცმელზეა. მოდი დავგუგლოთ და მაგით აღარ მახსოვს, აი ფანტასტიკურია. ბოლო დაგუგლოთ და იქა. For sale baby shoes never worn. ეგრე არის. აი დამანგრეველი არის რა ეს. ან ვიყიდება ბავშვის ფეხსაცმელი, რომელიც უხმარია. უხმარია. აი დამანგრეველია. კი, აუ, დამაჟურია. ხო და ის არის. აი რაღაცა. ეგ არის ამბის თხრობა. თუ აღარ მიცო ჩაწერა. კი, რა. ერთმა ჰოლივუდის ედი მოხუცი პროდიუსერი შეხვდა პირველი შეხვედრები რო იყო აი ძალიან ისეთი ცნობილი ეპოქა აი რაღაცა ძალიან ისეთი ფილმები აქვს რა კომერციული ფილმების დაფინანსებული და ესეთ და რას ყიდულობსო ამერიკელიო როდესაც $10 თუ $15 იხდის ბილეთში აი წარმოიდგინე ნაწვალები ნამუშევარი ნაშრომი და შევიდა და კინოში უყურებს რას ყიდულობსო აი ჩვენ რაღაცები ვთქვა არაფერი ყიდულობს ემოციას ან უნდა გაიცინოს, ან უნდა იტიროს, ან უნდა დაფიქრდეს. მთელი ჩვენი უნარები ამ თხრობის არის ეს, რომ მე ისე მოვყვე და ჩვენ ისე მოვყვეთ ამბავი, რომ ჩვენ მსმენელს გაუჩნდეს ემოცია და მართლა მოგისმინოს, ცრემლები წარმოვიდეს, გაიცინოს და დაფიქრდეს. აი დაფიქრება, რაზეც შენ ამბობდი, რომ ცulis თუ არა ადამიანი. ამისთვის არის მთელი ამბავი. ანუ ჭამის და პირველადი მოთხოვნილებების მერე ადამიანი ხდება ადამიანი, მაშინ როდესაც მას უჩნდება თხრობის უნარი და მოსმენის უნარი. კი ბატონო. ნამდვილად ემპათია. ეს არის. გეთანხმებით ასე. ჯერ იყო სიტყვაი. პირველად იყო სიტყვაი. კი ბატონო. პირველად იყო სიტყვაი. ძალიან საინტერესო იყო. და გვაფიქრა თქვენმა სიტყვებმა. აი. შეცვალა. კარგი იყო, დღეს უკვე სხვანაირად დავიწყებთ. ყურებას და ამბების დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო იყო მართლა. ეხლა ჩვენ გავალთ queso და შენ გააგზავნე რეკომენდაციას. 3 hours later. აზოლინის აკატონე, ფელინის კაბირიას ღამეები, ანტონიონის ზაბრისკი პოინტი. 6.5 hours later. ინარიტუს 21 გრამი, გოდარის ფილმები, ერიკ რომერის ფილმები. მე მაქვს. და სალომესაც აქვს. მე მაქვს. კი. უნდა. არ უნდა, არაფერი სხვა არ არის გაშვებული. არ ვიცი და რა ვქნა. მოკლედ გრძელდება ჩვენი რუბრიკა ერთი რეჟისორი. დღეს თიკომ მოაგროვა ინფორმაციები მარტინ სკორსეზეზე და გაგვიზიარებს ახლა პატარ-პატარა ინფორმაციებს. მარტინ სკორსეზე დაიბადა 1008 რო მომზადებული მაგალითად კლასიკურიც რა მახსნად მიგდად როგორც სალომემ თქვა ჩვენ ავარჩიეთ ერთ-ერთი ავტორი მარტინ სკორსეზე ხო ბევრ კარგში ავარჩიეთ ერთ-ერთი მარტინ სკორსეზე მეტყვი კიდე ბევრი პოდკასტი უნდა გადავიღოთ და ხომ გამოვიზოგოთ მოკლედ ამჯერად შევაჩერეთ კი თემასთან ახლოს ამბის თხრობის ოსტატი არის მარტინი და ვფიქრობთ რომ კარგი მაგალითია მისი ფილმების ნახვა იმისთვის რომ კაი ჩემო ძმა ჩვენი მარტი ვფიქრობთ რომ მისი ფილმების ნახვა კარგად გაგაგებინებს თუ რა არის ხარისხიანად ამბის თხრობა. ამიტომ ვფიქრობთ რომ მარტინ სკორსეზე ის ავტორია, ვისი ფილმებიც უმეტესობა სანახავია. თანამედროვეობაშიც ძალიან კარგად უკაჩავს თანამედროვე მაყურებელს და ძველ გაზრდებსაც კარგად ახსოვთ მისი პირველი ნამუშევრები და ამიტომ მგონია რომ უნივერსალური ავტორია. რაც გავიგე საინტერესო ამბები მარტინზე არის ის რომ აპირებდა თურმე გამხდარიყო კათოლიკე მღვდელი
ანუ ეს ქონდა გეგმაში. ზუსტად შიდა სამზარეულო არ ვიცი მისი ოჯახის, მაგრამ სწავლობდა კიდევ სასწავლებელში, თუმცა ამ სასწავლებლიდან წამოვიდა და გააგრძელა სწავლა ნიუ-იორკის უნივერსიტეტში კინოს მიმართულებით და ამის მერე და ეს რატომ მოხდა, ანუ რატომ დაინტერესდა კინოთი, ამას აქვს წინაპირობა, რომ მას ჰქონდა ასთმა და ასთმის გამო ხშირად უწევდა სახლში ყოფნა და ფილმების ყურება იყო მისი მთავარი გართობა. შემოერეჟისორა ესე. შემოერეჟისორა, ხო. მოკლედ ამ ფილმებს უყურებდა და ამ დაკვირვების შედეგად ალბათ ის განცდები გაუჩნდა, რაც ყველას ვისაც ფილმი აინტერესებს და ვინც ამ ინდუსტრიაშია და შემდეგ ამ მიმართულებით ისწავლა. და არა მარტო ისწავლა, მერე უკვე თვითონაც ასწავლა და თქო მისი მოსწავლეა, როგორც ვიცი, სპაიკ ლი და აქედან გამომდინარე უკვე როგორც მასწავლებელი მოივლინა, კათედრაზე დარჩა, როგორც ვამბობთ ხოლმე ბესომაც ახსენა ეგ სიტყვა. და ასე ასწავლიდა ნიუ-იორკის კინო უნივერსიტეტში. მე მგონი ესე ქვია რა, ზუსტად არ ვიცი კინო უნივერსიტეტის ამბავი როგორ არის. საინტერესო ფაქტი ასევე არის ის, რომ როგორც მივხვდით, მას აინტერესებდა ეს სასულიერო თემატიკა და ამ თემატიკით გააკეთა დალაი ლამაზე ფილმი. კუნდუნი ქვია. რის გამოც ტიბეტელმა მღვდლებმა გადაწყვიტეს, რომ ის არ შეეშვათ ტიბეტში შინაარსი როგორია შეგეძლიათ ნახოთ. ანუ ცოტა კრიტიკულად მიიჩნიეს და ამიტომ ესე გადაწყდა, რომ არ შეეშვათ ტიბეტში. ნუ რაღაც ეთყობა ის და შექმნეს რაღაც განცხადება, რომ მას არ მიესულებოდა რა. საინტერესო. ხო, ფეის კონტროლზე არ გაუშვეს. ანუ ეს ფაქტი კი არ იყო, რომ მივიდა და არ შეუშვეს, ეს კი არ არის, უბრალოდ მათ განაცხადეს, რომ ჩვენ არ შემოუშვებთო. ესეთი ინფორმაცია. ხო, შემოხო. საინტერესო ფაქტია კიდოც, ყველაზე ცნობილი ფილმი ალბათ პირველი რაც გახსენდება, ეგ არის ტაქსი დრაივერი, ტაქსის მძღოლი. და ტაქსის მძღოლში თვითონ თამაშობს ეპიზოდურ როლს, რომელიც არისო კამეო ქვია პერსონაჟს. Did I tell you to do that with the meter? Put the meter back. Let the numbers go on. I don't care what I have to pay. I didn't say I'm not getting out. Put the meter back on. Put it down. როგორც ცნობილია, მსახიობი, რომელსაც ეს როლი უნდა შეესრულებინა, ავად გახდა და ამიტომ გადაწყვიტა, რომ თვითონ ყოფილიყო და საინტერესოა ძალიან ეგ ფაქტიც. კიდევ ერთი საინტერესო და საყვარლობა არის ის ფაქტი, რომ თურმე 11 რიცხვის ფობია ჰქონია, ანუ 11 რიცხვის და ცდილობდა, რომ არ დარჩენილიყო ისეთ ნომერში, რომელშიც 11 ერია. სასტუმროებში. ჩემი გამოდრები ეგ 13 არ არის ისე. 13-ია ხო, მაგრამ განსხვავებულია მარტინი. რატო არ ვიცით რატო? რატო აქვს 11 ფობია? რამე ინფო მარტინზე. ხო, მარტინზე კიდევ ის ინფორმაცია მაქვს, რომ ბევრი ფილმის აღდგენაში მონაწილეობს, ანუ შექმნა რაღაც ფონდი, რომელიც დაკარგულ ფილმებს ან რაღაც დაზიანებულ ფაილებს, უბრალოდ ცელულოიდის ფირებს აღადგენს და ბევრ დაკარგულ ფილმს მისცა ახალი სიცოცხლე. და ეგ საინტერესოა რაღაც ქველმოქმედების მიმართულებით არის აქტივობა და მე მგონი მნიშვნელოვანია აღსანიშნია. და რაც შეიძლება რომ ფინალში ვთქვა, მარტინზე და დასამახსოვრებელი იყოს არის ის, რომ მარტინ სკორსეზე არის მაიკლ ჯექსონის მუსიკალური კლიპის Bad-ის რეჟისორი. კი ბატონო. თვითონ ეს მუსიკალური კლიპი სადღაც 17 წუთამდე იყო სარეჟისორო ვერსია, მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ რასაც ვხსნით ის ბევრად ნაკლებია და არ ვიცი თუ დაწყდა თუ არა მარტინს, მაგრამ თავის პირად კოლექციაში ექნება. დაკათა ვიღაცამ. კაი, ერთ რამეს ვიტყვი რა, ანუ რო შევაჯამოთ ეს ამბის თხრობის. ან მარტინ სკორსეზე კი აუცილებლად სახსენებელი იყო, მაგრამ ერთ ავტორზე მწყდება გული და მინდა რომ არ ვაწყენინო მაინც რა. ეგ ავტორი არის სტივენ სპილბერგი. და აი ერთი რაღაც მახსენდება, რასაც ბოლო პერიოდში დავაკვირდი სპილბერგის ფილმებში. და ერთ-ერთი ყველაზე ესეთი ფილმია სპილბერგის ფილმებში ალბათ ამ შემთხვევაში საბავშვო და საყვარლობა, ეგ არის E.T. ანუ უცხო პლანეტელი, რომელიც ჩამოდის დედამიწაზე. და მაგ ფილმში არის ესეთი სცენა, რომ
როდესაც აღმოაჩენენ უცხოპლანეტელების არა, ჩვეულებრივი ფილმია. კი, არ ვიცი. როდესაც აღმოაჩენენ უცხოპლანეტელების ნაკვალევს, მოკლედ თავიდან ესე იწყება, რომ არეულობაა და პოლიცია მოდის და კადრი არის, ამ კადრს ჩავსვამთ, რა თქმა უნდა. კადრია ესეთი, დამავიწყდა რომელი შტატია. მოკლედ ამერიკის რომელიღაც შტატი, სადაც მიმდინარეობს მოქმედება და კადრშია ესეთი კონტრაჟური კადრია. შემოდის სილუეტი და სილუეტის ჩარვალზე უკიდია გასაღები, რომელიც ჩხარუნობს და ძალიან ბევრი რამე ჰკიდია ზედ. ანუ ეს არის პერსონაჟი, რომელიც გამოჩნდება ფილმის 90 წუთზე რო ლაპარაკობდით, ფილმის მესამედში. და საინტერესოა, იმიტომ რომ ეს პერსონაჟი, რომელიც შენ დაინახე და სპეციალურად ხაზი გაუსვა ხმითაც და გამოსახულებითაც, რომ ეს უნდა დაიმახსოვრ, რომ მერე ჩნდება ბოლოში და ეგეც მგონია, რომ ძალიან საინტერესო დეტალია, რასაც ესეთი ავტორები ყურადღებას აქცევენ და რასაც ბესოსთანაც საუბრობდით, რომ აი ამ ასე ვთქვათ, როგორც ვთქვათ, თესლს ყრი და მერე ეს თესლი აღმოცენდება. და მე ჩეხოვის არის კიდევ ის, ჩვენ ხო დღეს ამებზე ვართ quote-ებზე და გამონათქვამებზე, მე მგონი ჩეხოვის გამონათქვამია, რომ თუ დავგუგლეთ. მე მგონი ეს არის, რომ თუ სპექტაკლში გამოაჩენ და ჩამოკიდებულ იარაღს, იმ იარაღმა უნდა გაისროლოს და ეგეც მგონია, რომ ამბის თხრობის მნიშვნელოვანი დეტალია, ეს დეტალებზეა, რა თქმა უნდა, ეს ამბავი, ანუ ჩვენ რა დეტალებს ვიყენებთ გამოსახულებაში იმისთვის, რომ ამბავი მოვყვეთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ მთლიან ამბავს ძალიან ავსებს და სჭირდება ეს ყველაფერი, რომ პატარ-პატარა ესენი არ ვიცი, ბრჭყვიალები იყოს და ემოციები წამოიღოს ამებმა. ნამდვილად. ჩვენ ისევ არ გემშვიდობებით და წავალთ მივხედავთ ჩვენს საქმეს. მადლობა, ვინც გვიყურეთ და გვიკომენტარეთ. და ბესო უნდა გააგზავნოთ. კვენტინ ტარანტინო. მოდი ბესოს ონლაინ დაურეკოთ და ჩავიწეროთ ეგ. ძალიან მაგარი იქნება. ისა სკორსეზეს ტაქსი დრაივერი და სკორსეზეს ფილმები. თუთიანი ხარი. ისა რა ქვია? კოსირეჯის დოკუმენტური ფილმები კოიანის კაცი და კაცი რუბლოვი, აი კარკოსის რუბლოვი პარტი შედევრი საოცარი. სტალკერი პარკოსის. კალატოზიშვილის მეკუბა და გიორგი შენგელაიას ალავერდობა. აი, ვერ გშორდებით. ფილმებიც თუ არ? კატ. ან ფილმები ჩვენც ქონდა მომზადებული, რომ გვერდშია, მაგრამ ყველა ბესომ თქვა და ამიტომ შეიძლება გაგვესწრო ბესომ და რა ვიცი, უყურეთ რა. დროებით.